კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 17 საათზე, მე ხატია ქვათაძე ვარ. მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან. რატომ არ შეუშვეს ღონისძიების გასაშუქებლად აკრედიტებული ჟურნალისტები? ისრაელის გენერალური პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის ბრალის წარდგენას აპირებს. ქვეყნიდან გაქცეულ პრეზიდენტს ემიგრანტების სახელით საუბრის უფლება არ აქვს. იტალიაში მყოფი ქართველები მიხეილ სააკაშვილის ტურნეს აპროტესტებენ. ლიეჟის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ემიგრანტებს დახმარებას ამჯერად რომში სთხოვს. შეხვედრაზე არც აკრედიტებული ჟურნალისტები შეუშვეს და არც ის ემიგრანტები, ვისაც სააკაშვილის მხარდამჭერთაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ და შესაბამისი დოკუმენტაციაც, რომ ამ შეხვედრას დაესწრონ. ინციდენტის და ამ აუდიენციის შესახებ ლევან კვატაშიძე ისაუბრებს იტალიიდან. მიხეილ სააკაშვილის და ქართველი ემიგრანტების შეხვედრის პარალელურად რომში რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. გზის მეორე მხარეს კადრშიც ჩანს, რომ ადგილზე ჯერ ისევ არიან მობილიზებული სამართალდამცველები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. აქციას კი მართავენ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც დღეს არ შეუშვეს იმ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში უცხოეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეთა ნაწილს ხვდება. აქ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წუთის წინ იყო სიტუაცია საკმაოდ დაძაბული. ემიგრანტებმა გადაწყვიტეს, რომ გაერკვიათ თუ რატომ არ უშვებდნენ ღონისძიების ორგანიზატორების შენობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოფიციალურად ჰქონდათ გავლილი რეგისტრაცია, მას შემდეგ რაც მათ მოისმინეს გარკვეული პასუხები ღონისძიების ორგანიზატორებიდან და დასახელდა კრიტიკული აზრი და განსხვავებული მოსაზრება, სწორედ ამ დროს დაიძაბა ემიგრანტებს და ღონისძიების ორგანიზატორებს შორის სიტუაცია კი განემუხტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაერივნენ ამ დაძაბულ ვითარებაში უკვე ადგილობრივი სამართალდამცველები, რომლებმაც როგორც უკვე გითხარით, გზის მეორე მხარეს გადმოიყვანეს ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან და დღევანდელი შეხვედრის კონტრაქციას მართავენ. ემიგრანტები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ აქვს დღეს არანაირი მორალური უფლება, რომ საუბრობდეს ემიგრანტების სახელით და არ აქვს უფლება, რომ ის დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში. მისთვის მოდიხარ. ზედო წაიგითხე. აი ეს არის არხი, რომელიც ომს იწყებს საქართველოში. მე მეუბნებოდი რომ ეს ადამიანი კულელი ვიცითო, მაგრამ ვერაფერს ვერ შევიან. ვიდეო რომ არ ეძებს ინტერპოლი. ალბათ მაგით, თორე ყველა უმეტესი ვით შიგნითა 90% არის ბანდიტი. ეს კალი მე მეუბნება რომ მე ვარ ბანდიტი. ამისმა ერთმა იმათ გავს უვე. კრიმინალი რომელი ბარიგა მითხარი? შენ მითხარი. მითხარი ბარიგაო რომ მეუბნები. ბარიგაო რომ რა მოკიდე. ის რა მივიდე რა. რა მივიდე მითხარი რა მივიდე. არანაირი შეხება ამ ხალხს ემიგრაციასთან არ არის. არ აქვს. ვინაიდან ემიგრანტები აქ შეგიძლიათ გადაიღოთ. ყველა ადგილობრივი, ყველა იტალიიდან. შიგნით ყავთ 6 კაცი. 6 მოსყიდული მონა, ასე რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებული და სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ის ადამიანები იყო ჩამოყვანილები და მათ შორის ვიდეოები მაქვს, ფოტოები მაქვს, როგორ თავაზობდნენ ხალხს ფულს, როგორ უნდათ რომ ჩემთვის ცილი დაეწამებინათ, რომ თურმე სუსის აგენტი ვარ, ხაინდრავას წევრი ვარ და ასე შემდეგ. მაქვს ფოტოები, ეს ყველაფერი მივაწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკაუნტს. რეგისტრაცია როგორ აქვს, აი ვიდეო მაქვს, რეგისტრაცია არ გაგვატარეს, იმიტომ მიშახტება თავის აქტივისტებს და არა ემიგრანტებს. მე 9 წელი აქვს ხოლმე რა. კანაბრიდან ჩამოვედი, არ ხვდებიან. ესე ყველა აი ნახეთ რა. რა საპროტესტებთ კონკრეტულად? ჩვენ შეხვედრა გვინდა მის შესახებ. ეგ არის თავარი ჩვენი მიზანი. თუმცა პლაკატით გიჭირავთ და აპროტესტებთ. რა საპროტესტებთ? ყველია. ადამიანმა, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი და მთელი სისტემა, არ აქვს უფლება მორალური რაიმე ქართულ პოლიტიკაში თავიდან დაბრუნების რაიმე პერსპექტივაზე იფიქროს და მისი მოწინააღმდეგებად არ მინდა რომ მიშა სააკაშვილის ნაირი პრეზიდენტი და მართველი და რეჟიმი, რასაც ნაციონალური დამნაშაული რეჟიმი ქვია, ის იყოს დაბრუნდეს საქართველოში.
ვიდრე სიტუაცია დაიძაბებოდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ემიგრანტების ნაწილს შეხვდებოდა, მანამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჩვენ ამ წუთებშიც ვიმყოფებით, გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. ჩვენ გავესაუბრეთ მას და დაუსვით კონკრეტული კითხვები. გიული ალასანია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ შეხვედრების ლოგიკური დასასრული უნდა იყოს სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, თუმცა როდის და რა გზით მას ამ თემაზე საუბარი არ სურს, ისევე როგორც გახმაურებულ საქმეებზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება თვითონ უკვე ღონისძიებას და მის ორგანიზატორებს, განსაზღვრული ჰქონდათ მედიისთვის სპეციალური რეგისტრაციის გავლა იმისათვის, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა აკრედიტაცია და გაგვეშუქებინა დღევანდელი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია და მოგვივიდა ოფიციალური აკრედიტაცია, ჟურნალისტებს ყოველ შემთხვევაში არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით შენობაში, სადაც სააკაშვილი ამ წუთებში მართავს შეხვედრას, დაგვესვა მისთვის კონკრეტული კითხვები, მათ შორის მის გეგმებთან დაკავშირებით. შეუშვეს მხოლოდ ოპერატორები და ისიც რამდენიმე წუთის წინ. დღეს გიორგი სიგუამ, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი არის ამ შეხვედრის, მედიასთან გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. თავდაპირველად ისაუბრობდა იმაზე, რომ ყველა აკრედიტებული ჟურნალისტი შევიდოდა და გააშუქებდა დღევანდელ შეხვედრას, თუმცა ძალიან მალევე გადაწყვეტილება შეიცვალა, რაც აისახა იმაში, რომ ჩვენ ჟურნალისტებს, როგორც უკვე გითხარით, არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით შენობაში. სავარაუდოდ სწორედ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ადგილზე ასევე გამოიძახეს სამართალდამცველები, რომლებიც აკონტროლებდნენ ამ სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელს და ამ წუთებში უკვე გზის მეორე მხარეს იმ აქციას, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მედია, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია, აუცილებლად გადაიღებს ყველაფერს, რაც ჟურნალისტებს შეუშვებენ თუ არა და მოგვეცემა თუ არა ჩვენ საშუალება, რომ ყოფილ პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვები. რატომ არ მაქვს უფლება რომ შევიდე შიგნით? ნახეთ როგორ არის მეგობრებო რა დღევანდელი შეხვედრა კეთება ზუსტად იმისთვის რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა მონაწილე მაქსიმალური ინტერაქცია მოხდეს მათ შორის პრეზიდენტანაც და რა თქმა უნდა ეს მაქსიმალურად გაშუქდეს ჟურნალისტებს რატო არ გვაძლევთ საშუალებას რომ შევიდეთ ჟურნალისტებს რატომ არ გვაძლევთ საშუალებას რომ შევიდეთ და გავაშუქოთ ვინ არ გიშვებთ? აი ქალბატონი ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ ჟურნალისტები არ უნდა შესულიყვნენ ამ შეხვედრაში? ერთი წუთი მეგობრებო, ხომ მე მგონი გააქვთ ქონდათ საშუალება შესრულების იღებთ ყველაფერს იღებთ, მე მგონი გააქვთ საშუალება რომ დასვათ კითხვები, მე მგონი გააქვთ საშუალება რომ გადაიღოთ ყველაფერი. რაც შეეხება იმას, რომ თუ სიტუაციაზე სასტუმროს ადმინისტრაცია არ გაზრდებთ უფლებას, რომ მათ კერძო საკუთრება თქვენი გადაწყვეტილება არის, ბატონ გიორგი. რაღაცა რა, ერთი წამი. ვინ გააფრთხილა? სავარაუდოდ თქვენ ღონისძიების ორგანიზატორებმა გავარკვიოთ რატომ ვერ შევდივარ ჟურნალში. მაქსიმალურად გაშუქდეს და თუ თქვენ ვინმე ხელს გიშლით გაშუქებაში, აუცილებლად მოგეხვევით ამის გარკვევაში. ქალბატონ გიული, რა მოლოდინი გაქვთ დღევანდელ შეხვედრაზე, რატომ იმყოფებით აქ და რა ელოდებით უკვე ამჯერად რომის შეხვედრიდან? ყველაფერს კარგს. როგორ ფიქრობთ, რა დასასრული უნდა კონდეს ამ კონკრეტულ შეხვედრებს? ყველა შემთხვევაში იქნება პოზიტიური დასასრული. პოზიტიური ნიშნავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას? თავისთავად პირველ რიგში ამას, მაგრამ საერთოდ ქართველების კონსოლიდაციას მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი საქმე იქნება. და როგორ წარმოგიდგენიათ მისი დაბრუნება ქვეყანაში, სადაც არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჯერ ისევ მიმდინარეობს გამოძიება? მე ვერ ჩავერები ხა სფეროში. თქვენ ფიქრობთ, რომ ემიგრანტებთან ერთად მოახერხებს ბატონ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას? მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხერხდეს. და კონკრეტულად როდის და რა გზით? მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და ორად გაყოფილი ემიგრაცია. ეს არის შედეგი ლიეჟის შემდეგ ამჯერად რომში იმის შეხვედრის, რომელიც ჯერ ყოველ შემთხვევაში არ დასრულებულა. ჩვენ გავესაუბრეთ, როგორც უკვე გითხარით, აქციის მონაწილეებს, ემიგრანტების გარკვეულ ნაწილს და მათ შორის იმ ემიგრანტებს, რომელთათვისაც ადგილი მოიძებნა მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე. ეს ემიგრანტები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათ საქართველო დატოვეს ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ქვეყანას მართავდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი მმართველობის პერიოდში ჰქონდა არაერთი დაშვებული შეცდომა, ისინი საუბრობენ ამ შეცდომებზე და აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს, რომ მოსულიყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე, დასწრებოდნენ და თუ კი საშუალება მიეცემოდათ, დაესვათ ყოფილი პრეზიდენტისთვის კონკრეტული შეკითხვები. 2007 წელს წამოვედი საქართველოდან. ძალიან ბევრი მიზეზები არის, ვინც დატოვა საქართველო იმ პერიოდში, როცა მიშა იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ზოგს ოჯახური პრობლემა ჰქონდა, ზოგს ისე ხა რა ვიცი, ესე კონკრეტულად
მე იმის გამო არ წამოსვარ საქართველოდან, რომ აი მიშას რაიმე ისეთი გაუფუჭებია ჩემთვის არაფერი. მიშას დროს კი იყო ისეთი ვითარება, რომ ბევრი რამე არ იყო მიზანი შეწონილი, რასაც აკეთებდა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოკეთდეს ყველაფერი. როდის დატოვეთ საქართველო? 2005 წელს. ახსოვთ ვინ იყო ამ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი? როგორ არ მახსოვს, სააკაშვილი ახალი მოსული იყო, უბრალოდ დღეს თქვენ მასთან მოდიხართ შესახვედრად და მოლოდინი რა გაქვთ რომ დაბრუნდებით? მარტო აქ დაბრუნებაზე არ არის. რატომაც არ დაბრუნდებით? აბა მუდმივად ხომ არ ვიქნებით აქ. როგორ გესახებათ დაბრუნება იმ ადამიანთან ერთად, რომლის წინააღმდეგაც არაერთი სისხლის სამართლის საქმე არის აღჭურვილი ჩვენ ქვეყანაში? მე მაგ სისხლის სამართლის არ მჭერა. იმიტომ კი არა, რომ მას თავისი პრეზიდენტობის პერიოდში შეცდომები არ ჰქონდა. ჰქონდა შეცდომები მას? კი, ჰქონდა, რა თქმა უნდა. რას გამოყოფთით, რა შეცდომას გაიხსენებთ? აი, იცით რა, კონკრეტულად მე მაგ პერიოდში არ ვიყავი საქართველოში, უკვე აქ ვიყავი იტალიაში, მაგრამ რომელსაც ვისმედი საინფორმაციო გადაცემებით, იყო განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში შეცდომები დაშვებული. ასე ვითარდებოდა მოვლენები რომში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ქართველი ემიგრანტების გარკვეულ ნაწილს შეხვდებოდა. ეს შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს რესპუბლიკის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. შეხვედრა ნაწილობრივ დახურულია და როგორც უკვე გითხარით, ჩვენ არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე საშუალება, რომ შევიდეთ, დავესწროთ ამ ღონისძიებას და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მის გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის ღონისძიების შესახებ დაუსვათ კონკრეტული შეკითხვები. მადლობა, ეს ლევან კვატაშიძე იყო რომიდან. სიკეთით ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი გამომუშავებული ფული მიხეილ სააკაშვილს გადაურიცხონ, სწორედ ამ ლოზუნგით სპეციალურ ფონდს ქმნიან. მათთვის მიუღებელია ექს-პრეზიდენტის განცხადებები, რომელსაც ის მთელი ემიგრაციის სახელით ავრცელებს და ამბობენ, რომ სააკაშვილი ემიგრანტების დაპირისპირებასა და ორად გაყოფას ცდილობს. მათ მიერ შექმნილ ფონდში შესული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს მოხმარდება. ემიგრანტების პასუხი სააკაშვილს იმედის კვირის დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი თემა გახლავთ. ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. მანუჩარ გაბუნიასა და მამუკა ლაგვილაბას გუშინ დააპატიმრეს და დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს ამ დრომდე. ორივეს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე გადაეცა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე დღესვე ანხვალი მსჯელობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ამ ფაქტს, ისინი არ აღიარებენ მათი თქმით ამ სამყაროს და არანაირი კავშირი ამ სამყაროს წარმომადგენლებთან არ ქონიათ. ციხეში ყოფნის პერიოდში მათი თქმით ჰქონდათ გარკვეულ კატეგორიებთან ურთიერთობა, რაც მხოლოდ მოკითხვით და რაღაც გარკვეული დღესასწაულების მილოცვით შემოიფარგლებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებები უარყოფენ ამ პიროვნებებთან ქურდულ საქმიანობასთან კავშირს. არ მინახია, არავის უნახია, რომ იქ რამე იყო ნაპოვნი ან ნანახი. ქურდებთან რაიმე სატელეფონო კავშირი ხო არ ქონდა? არა, მე არავის არ ვიცი. ასეთ ხალხთან რაღაც კავშირი რო ქონოდა, მე არ მომთხოვდა ფულს და ეს გამომიგზავნეოდა. თუ ასეთ ხალხთან კავშირი ქონდა, საცხარი მე მგონი არაფერი არ იქნებოდა. ბათუმში პაციენტის სანახავად მისულებს სამედიცინო დახმარება თავად დასჭირდათ, მათ ერთმანეთი დაჭრეს და ოპერაცია ჩაუტარდათ. საავადმყოფოში დაპირისპირებისას კიდევ 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით კონფლიქტი მხარეებს შორის 2 დღის წინ დაიწყო. ჩხუბის დროს დაშავებული კლინიკაში მოხვდა და სწორედ მის სანახავად შეიკრიბნენ. პაციენტის მნახველებს შორის მოხდა კონფლიქტი. ამ წუთში რესპუბლიკის ჩემი საავადმყოფოს პაციენტი იყო 3 ადამიანი. 2 მათგანს აქვს ჭრილობები მიყენებული. ერთი არის დაჭრილი მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აქვს, ჩატარებულია ოპერაციული მკურნალობა და აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.
მეორე პაციენტი დაჭრილი არის ქალბატონი, რომელიც არის ბარწაკის არეში დაჭრილი. მასაც ჩატარებული აქვს ქირურგიული დამუშავება ჭრილობის და ამ წუთში განყოფილებაში აღძინავს მკურნალობას, მის მდგომარეობა არის სტაბილური და იყო მესამე პაციენტი, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, ზედაპირული, რომელსაც ჩაუტარდა გაეწია პირველი დახმარება და პაციენტი გაწერილია ვინასე. ბათუმის საავადმყოფოში მომხდარის გამო 5 ადამიანია დაკავებული. მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა utardeba. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვატარების მუხლებით გრძელდება. ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა იცოდა, რომ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის დაგებისას დარღვევები ფიქსირდებოდა, თუმცა საწარმოს მიღება ჩაბარების აქტები მაინც გაუფორმა. შესრულებული სამუშაოს დიდი ნაწილი რომ უხარისხოა, გამოძიების ინფორმაციით ამას ექსპერტიზაც ადასტურებს. გამგებლის მოადგილემ, როგორც გამოძიება ავრცელებს ინფორმაციას, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაარღვია და მისი ქმედებით გამოწვეულმა ზიანმა 346,953 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფოთის მუნიციპალიტეტის შემოწმების შემდეგ პროკურატურაში 5 საქმე გადააგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში აუდიტორი 2016-17 წლებში 700,000 ლარზე მეტ ზარალზე საუბრობს. გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვის კვალდაკვალ ცოტნე გეგეჭკორი და გიორგი ხითარიშვილი ფოთში მუშაობდნენ. ეს უკვე მესამე მუნიციპალიტეტია, რომლის შესახებაც იმედის კვირა აუდიტის დასკვნის საფუძველზე რეპორტაჟს ამზადებს. ასე რომ ოზურგეთისა და უნის შემდეგ დღეს საღამოს 9 საათზე ნახავთ, როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები საპორტო ქალაქ ფოთში. ამორტიზებული შენობა, დარღვეული ჰიგიენური პირობები, ანტისანიტარია საპირფარეშოსა და აბაზანაში იმედის კვირა ამჯერად ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების სტუმარი იყო. საკმარისია თუ არა ბენეფიციარებისათვის იქ არსებული ოთახები და როგორია ვითარება იმედის კვირაში ნახავთ ვარლამ ციკლაურის რეპორტაჟში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხეტყის უკანონო ტრანსპორტირება გამოავლინა. სოფელ გამარჯვების მიმდებარედ ავტომანქანის ძარაზე ეგრეთ წოდებულ თივის პრესებში ფიცრები აღმოაჩინეს. მძღოლმა ხეტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. ავტომანქანა დაილუქა და მასალა შემდეგი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა. მოქალაქეს ეგრეთ წოდებული სამალავის მეშვეობით გადახონდა 5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. აღნიშნულ ფაქტზე ჩვენს მიერ დაწყებულია წარმოება და მასალების შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნება სათანადო უწყებაში. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობას მიმართავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე დაფიქრდეს. აკაკი ზოიძე ყველა ტიპის თამბაქოზე აქციზის ზრდის მომხრია და განმარტავს, რომ ამის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თუმცა დეპუტატს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი ტიპის თამბაქოს გაძვირება შედეგს ვერ გამოიღებს. ფასი არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ან ნაკლებს ეწევიან საერთოდ ანაბები თავს მოწევას. ეს არის ასობით კვლევით დადასტურებული ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. და რა ახალგაზრდები არ დაიწყონ მოწევა. როცა 13 წელი არის რეგულარული მწევლობის ასაკი, კატასტროფაა ეს. მამაკაცებს ნახევარზე მეტი როცა ეწევა. როდესაც 11,000 ადამიანზე მეტი იღუპება უშუალოდ თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისაგან ყოველწლიურად 15 წლით ადრე, ან 15 წლით მეტხანს იცხოვრებდნენ, რო არ ეწევოდნენ თამბაქოს. ასეთ პირობებში, რომ თამბაქოს ეპიდემია შევაჩეროთ, აქციზის გაზრდა არის ერთ-ერთი გზა, რომ შემცირდეს მოხმარება თამბაქოსი. მაგრამ ეს არ მოხდება, თუ თამბაქოს ყველა პროდუქტზე არ გაზარდეს აქციზი თანაბრად. თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან მშენებლობა მათი პოზიციის და პროტესტის გამო 5 წლით იყო შეჩერებული, თუმცა 10 დღის წინ განახლდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც აქცია ჩატარდა, არის ის, რომ ხეები მოიჭრა, რომელიც ადგილობრივთა მოსაზრებით ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. აქციის მონაწილეები შეკრებას მომავალშიც გეგმავენ და ქალაქის მერიას პროცესში ჩართვას სთხოვენ. რამდენიმე წუთის
წუთის წინ გავრცელა მერიამ განცხადება და განმარტა, რომ არსებული კონფიგურაციით კერძო საკუთრებაში არსებობს ეს ტერიტორია 2011 წლიდან და რამდენიმე კონკრეტულ ნაკვეთს აერთიანებს, რაც შეეხება ამ კონკრეტულ მონაკვეთს, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით და მის სამშენებლოდ განვითარებას 2014 წლის 4 ივლისს არის მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით შესაბამისი ნებართვა გაცემული და როგორც მერია ამბობს 2014 წლის 14 ნოემბერს გაიცა ტერიტორიაზე არსებული ნაგებობის დემონტაჟის ნებართვაც. ეს არის სარეკრეაციო ზონა და არავის არ აქვს უფლება რომ ეს ადგილი მიითვისოს ვინმე ბაღი გაჩეხოს, ააშენოს 29 სართულიანი სახლები, ამის დამსახურება არავის არ აქვს აბსოლუტურად, არც არავის. ამიტომ თვითონ ამ ტერიტორიაზე ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ ათეულობით და ოცეულობით ხეები იყო ვანდალურად მოჭრილი, რაც უნდა ყოფილიყო დაჟჯადი და არავინ არ დასჯილა. ჩვენ აქაურ ცხოვრებს არ გვინდა რომ ეს იპოდრომის შესასვლელი დაემსგავსოს სპორტ სასახლის მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენ ვიცით რაც ხდება და რა საშინელება გაკეთდა და არ გვინდა რომ იგივე მოხდეს აქ. უამრავი უკანონო მშენებლობა აქ გაჩახებული. 80-მდე ნაძვია მოჭრილი, ფიჭვებია მოჭრილი. ამას ვაპროტესტებთ და გვინდა რომ რაღაცნაირად, ესე იგი გავაჩეროთ და თბილისს მიეცეს ნორმალური სახე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოგნარის მოსახლეობამ კი დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტა. მათ ტერიტორიაზე შაქარი დაყარეს და ამ ფორმით ხელისუფლებას შეახსენეს, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება სურთ. თუ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ნაგავსაყრელის მშენებლობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ტექნიკას არ შეუშვებენ და შიმშილობას დაიწყებენ. სამუშაოების დაწყებას მოსახლეობა არ აძლევს უფლებას. დღევანდელი აქცია კიდევ არის გამაფრთხილებელი აქცია, მცირე მასშტაბიანი. როგორც კი ტექნიკა გამოჩნდება, 10-მდენი და 20-მდენი ხალხი მაშინაში იკრიბება. ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის უბრალოდ მშვიდობიანი აქცია, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მიწის კურთხევას და მიწის ტერიტორიის დაშაქვრას. ეს გახლავთ არა ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი, რომელსაც მიჩვეულია ხალხი და რასაც უყურებს ირგვლივ, არამედ პრაქტიკულად საქართველოში ასეთი ნაგავსაყრელი ამ დონის და ამ ხარისხის ჯერჯერობით არ გვაქვს ევროპული სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისი, რომელიც აშენებიდან დაწყებული ოპერირებისა და დახურვის და დახურვის შემდგომი მოვლის ყველა პროცედურით არის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი. დონალდ ტრამპმა სპეცპროკურორი რობერტ მიულერი და მისი კომისია, რომელიც ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსულ კვალს იძიებს, ავადმყოფ ადამიანებად მოიხსენია. მერილენდში კონსერვატორი აქტივისტების კონფერენციაზე გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერმა ამ პროცესს ყალბის საქმე უწოდა, რომელიც მისი მტკიცებით სამხილების არარსებობის გამო იშლება. დონალდ ტრამპის განცხადებით ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილო კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს. თეთრი სახლის ლიდერის კიმჩენინთან მეორე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ეს აუდიენცია ვიეტნამში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში შედგა. სამიტის მიზანი ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობა იყო, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებს ჩრდილო კორეისათვის ეკონომიკური სანქციები უნდა მოეხსნა. ბერნი სანდერსი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისათვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს. 77 წლის სენატორმა 2020 წლის არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად უკვე დაასახელა. სოციალისტი პოლიტიკოსი დემოკრატ ამორჩეველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ისრაელის გენერალური პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ბრალის წარდგენას აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი საქმის მიხედვით ნეთანიაჰუს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება, რამაც შესაძლოა მისი პოლიტიკური კარიერა დაასრულოს. თავად ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ მედიისა და მემარცხენე პოლიტიკოსების მხრიდან ალქაჯებზე ნადირობის მსხვერპლია. მისმა მომხრეებმა პროკურორის გადაწყვეტილება თელ-ავივში აქციით გააპროტესტეს. სერბეთში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. ბელგრადში შეკრებილებმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. ალექსანდრ ვუჩიჩი და ქვეყნის მმართველი პარტია მედიის თავისუფლების ჩახშობაშია ბრალდებული. მსგავსი მოთხოვნით აქცია მონტენეგროშიც შედგა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტი კორუფციაში, ნეპოტიზმსა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 10 პარტია და 15 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის. მთავარ მეტოქეებად მოქმედი პრემიერის ცენტრისტული პარტია და მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციური რეფორმის პარტია მიიჩნევა. ამ რჩევლის 40%-მა ხმას ასურველ კანდიდატს უკვე მისცა. წინასწარი შედეგები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ალჟირში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. პოლიციამ სრემლსადენი გაზი გამოიყენა. ალჟირელები 82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტებას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ. ბუტეფლიკა ამ პოსტზე 1990 წლიდან მოღვაწეობს. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 18 აპრილს შედგება. ადამიანები უპირველეს ყოვლისა ამ ლოზუნგით მილანელები რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შეკრებას ქალაქის მერიც ესწრებოდა. მანიფესტანტების თქმით აქციის მიზანი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა იყო. მილანელებს განსაკუთრებულად არ მოსწონთ გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც მიგრანტების გადარჩენაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გემებისათვის პორტები დაიხურა. აქცია საქველმოქმედო ორგანიზაციების და სოციალური გაერთიანებების ორგანიზებული იყო. საპროტესტო აქციებს არც მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტები წყვეტენ. აქციები პარიზის პარალელურად ნანჩი, ტულზაში, ლიონსა და ბორდოში შედგა. პოლიციამ დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 17 დემონსტრანტი დააპატიმრა. ყვითელი ჟილეტების აქცია პარიზში მე-16-ად გაიმართა. ინდოეთში საკონტროლო გამშვები პუნქტის შლაგბაუმი ველურის პილოსთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ცხოველი იმ დროს, როდესაც მან ეს ბარიკადი ფეხი დააზიანა და სოფელში შევიდა. როგორც აღმოჩნდა, სპილო დასახლებულ პუნქტში საკვების მოსაძებნად ხშირად გადის, თუმცა თავს არავის ესხმის და უკან ტყეში ბრუნდება. თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი ამერიკელი გიტარისტის პეტ მეთენის კონცერტით დაიხურა. 20 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა ცნობილი კომპოზიციები ორკესტრის გაორკესტრებული ვერსიით შეასრულა. მას თბილისის სიმფონიური ორკესტრი უწევდა აკომპანირებას, რომელსაც ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტი საათნახევარს გაგრძელდა. იმედის კვირა დღეს იმ ადამიანების შესახებ მოგიყვებათ, რომლებიც სასტუმრო პარაგრაფში მუშაობენ. სასტუმროში, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომსახურების მაღალი სტანდარტის და დამსვენებელთა შეფასებების გამო ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. შეკვეთილის პარაგრაფში 450 ადამიანია დასაქმებული და მათგან 400 ადგილობრივია აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან. სასტუმროს გახსნიდან 1 წლის თავზე რეგიონში ეკონომიკურ სარგებელს და ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ითვლიან. ბოლო მონაცემებით რეგიონში მცირე და დიდი ზომის სასტუმროების მშენებლობა განსაკუთრებულად არის გააქტიურებული. კიდევ რა თემებზე მუშაობს იმედის კვირის გუნდი დღევანდელი გადაცემისათვის, ნახოთ ანონსი. ბელგიის შემდეგ იტალია. სააკაშვილი ისევ ემიგრანტებს ხვდება. ემიგრანტებს, რომლებსაც 200 ევროიან პროვოკატორებად მოიხსენიებს. მეუბნებიან, რომ მინის აქეთ იდექი და მინის იქით ვიდგებით ის, ვინც საღათა ზრონებს. ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებლად ფულის შეგროვება სთხოვს. მე არ მინდა ჩემი ყოველდღიური ნაშრომი პოლიტიკურ პარტიას გადაურიცხო, რომელმაც ჩემი ქვეყანა დაიმოწყო. რატომ 13 წლის განმავლობაში არ დავგვიძახა არასოდეს? გაქცეული პრეზიდენტის გასეირნება რომში. ნახეთ კვირას 9 საათზე. აუდიტის სამსახურის დასკვნა ფოთის მუნიციპალიტეტში გაფლანგულ მილიონობით ლარზე. ისეც ვამოწმებ, რაც საფრთხეს შემცველი. და ფილის ხარისხი არ შემიმოწმები. ფოთელები მოქმედი და ყოფილი მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მაჟორიტარების წინააღმდეგ. ყველგან კეთდება, მაგრამ ფოცი არ. დაწერია ფურცელზე და როგორი რეალობა დახვდა იმედის კვირას საპორტო ქალაქში.
ევროპული სიცოცხლე. სოფლიოს 160 ქალაქში მდებარე ავტოგრაფ კოლექშენის სასტუმროებს შორის შეკვეთილის პარაგრაფი ევროპაში პირველ ადგილზეა. მეგონა რომ ყველა მე მელოდებოდა, ისეთი გახარებულები დამხვდნენ. სოფლიო დონის სასტუმროში ასობით ადგილობრივია დასაქმებული. მე ქობულეთიდან დავდივარ. ჩვენ ვართ გურულები, ოზურგეთლები. რეგიონში საოჯახო სასტუმროების მშენებლობის ბუმია. ხედავთ, აგერ წელს დაიწყო მშენებლობები. სოფლიო დონის ტურისტული ზონა გურიაში. ნახეთ დღეს 9 საათზე. მხოლოდ პარაგრაფშია ესეთი აუზი და ამით ჩვენ ძალიან ამაყები ვართ. მოკლედ საინტერესო რეპორტაჟები დღეს საღამოს 9 საათზე იმედის კვირაში. დღის ყველა სიახლეს კი გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში ნახვამდის.